მოგესალმებით ყველას. მოგეხსენებათ, რომ მოთხოვნეს დანიშნულია დიდი სახალხო აქცია და ბევრი თანამოყალბე შეიკრიბება. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების მოედანი არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორი, ჩვენ პასუხისმგებლობას ვძნობთ როგორც ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების, ისე მთლიანად საზოგადოების და თანამოყალბეების წინაშე და ამიტომ ამასთან დაკავშირებით სურს რომ გადასცოთ ჩვენი განცხადება. დღეს პროტესტის 307 დღეა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ თავისუფლ პასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, რის შედეგადაც საკუთარ ხალხს და მის ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდა. შექმნილი კრიზისის განმუხტვა სწორედ მისი ვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მოვლენათა შესაძლო განსხვავებაზე სწორედ მას დაეკისრება. ქართულმა ოცნებამ მის მიერ გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყნის განვითარება და ეჭვს დააყენა საქართველოს მომავალი. უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები, მოპარული ხელისუფლება, დეგრადირებული სასამართლო, პროკურატურა, ძალოვანი სტრუქტურები და ელიტური კორუფცია, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე ჩვენს ქვეყანას უმძიმესი დასაცდელის წინაშე აყენებს. მოვუწოდეთ ქართულ პოლიციას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოყალბეებს. ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა ქართულ ოცნებს. დაიცავთ თანამოყალბეები თქვენს მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები. უერთგულეთ კონსტიტუციას და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს. მოვუწოდეთ ქართულ ოცნებას მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმავლობაში. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები, შეაჩეროს ბოლო ერთი წლის მანძილზე მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტების მოქმედება და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში დანიშნვის შესახებ შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. თავისუფლების მოედანი როგორც დემოკრატიული წინააღმდეგობიდან წარმოშობილი პარტია ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი. ამიტომ როგორც აქამდე ვიყავთ ამ პროტესტის მონაწილე და წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ასევე ვიქნებით ბოლომდე, მანამ სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზნები. პოლიტიკურების გათავისუფლება, ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩანიშვნა და საქართველოში დემოკრატიული წყობილების აღდგომა.